პირველად პრემიერის რანგში და პირველად კანდიდატი ქვეყნიდან ირაკლი ყობახიძე ბრიუსელში ევროპის პოლიტიკურ ცენტრში ხვალ ასოცირების საბჭოს ხდომა გაიმართება, იეგმება ერთობლივი განცხადებები. ევროკავშირი არ არის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი, ბელგიაში ნატოს საქართველოს კომისიის ხდომაც ჩატარდება. რა გზავნილები მოვისმინეთ და რა სველით უკვე ხვალ ქეთი ქარდავა გვერდება. ევროკავშირის საქართველოს ასოცირების საბჭო არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა დიალოგისთვის პარტნიორებს შორის და იმ ქვეყნისთვის, რომელსაც უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და სურს გაწევრიანდეს ევროგაერთიანებაში. ასოცირების საბჭოზე ხვალ არის სიახლე, კერძოდ იმის გამო, რომ ჩვენმა ქვეყანამ დეკემბერში მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებით კანდიდატის სტატუსი, ხვალ დღის წესრიგს დაემატა ნომერ პირველ საკითხად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. როგორც დელეგაციის წარმომადგენლებმა თქვეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს საქართველოს მიზანზე, ამოცანაზე, ის რაც არის ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტი, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს რაც შეიძლება მალე ამ ორგანიზაციაში, გაწევრიანებამდე იმ რეფორმებს, რასაც თბილისი საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მოყვეს ლოგიკური გაგრძელება და კონკრეტული ნაბიჯები ოფიციალური ბრიუსელიდან, შეფასდეს პროგრესი სათანადოდ და ასევე მოხდეს სექტორულ დონეზე მაქსიმალურად ინტეგრაცია, რაც შემდეგ უკვე ხელს შეუწყობს პროცესს, რასაც ქვია მომავალი გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ხვალ ხდომის დაწყებამდე შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, შემდეგ უკვე ადგილობრივი დროით 11 საათზე დაიწყება სხდომა, დღის მეორე ნახევარში კი მთავარ საგარეო პრიორიტეტზე, რაც არის ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, 9 რეკომენდაცია და ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც სჭირდება საქართველოს დასაწინურებლად ამ გზაზე, იქნება საუბარი უკვე ევროპულ საბჭოში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე პირველად შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი არ შეუწყვეტია. ეს პროგრესი მომდინარეობს ჩვენი ყოველდღიური რეფორმების განხორციელებით, ჩვენი თანმიმდევრული მიდგომით, სხვადასხვა მიმართულებით. ვიცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონდა ძალიან დინამიური საკანონმდებლო აქტივობები. საქართველოს პარლამენტმა უამრავი კანონები შეიმუშავა, უამრავ კანონს შეიტანა ცვლილებები, რომელსაც შესაბამისობაში მოყავს ჩვენი ინსტიტუციური და სამართლებრივი თავსებადობა ევროკავშირთან. ეს პროცესი რა თქმა უნდა გრძელდება, რეფორმები არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევას, რომლის მიმართულებითაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან ცალსახად დამოკიდებულება, პასუხისგებლობა აღებული. ჩვენ გვექნება საუბარი იმაზე, რომ როგორ შეიძლება კანდიდატობის მიღების შემდეგ საქართველოს უფრო დაჩქარებულ რეჟიმში მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ ერთიან ბაზარზე და შესაბამისად იცით, რომ უკვე მომზადებულია სამოქმედო გეგმა, დეტალური სამოქმედო გეგმა, DCFTA-ის ვალდებულებების მიღმა, რაც შეეხება დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს, ეს იქნება პირდაპირ საბორნე კავშირების კიდევ უფრო ხელშეწყობა, რომელზეც იცით, რომ წლებია ჩვენ მუშაობდით, ჩატარდა დეტალური კვლევა, რომ საჭიროა გარკვეული მხარდაჭერის სქემების ამოქმედება, განახლებული ინფორმაცია იქნება გაზიარებული ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის შავი ზღვის ქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის შესახებ, პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილება ფაქტიურად დადასტურებულია. ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ტექნიკურ დეტალებზე განხორციელების, მათ შორის ფინანსების მოზიდვის და ასე შემდეგ. ასევე ვისაუბრებთ ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელზე. ახალი ინიციატივები, პროგრესი იქნება მთავარი თემა და მხარდაჭერას უპირობოს და მტკიცეს ელოდება საქართველოს ხვალ ასოცირების საბჭოზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ სხდომასთან დაკავშირებით და იმ შეხვედრაზე, რაც იგეგმება ხვალ ბრიუსელში, კითხვა დაგვესვა ჯოზეფ ბორელისთვის და მხარდაჭერი გზავნილიც მოგვესმინა. დიახ, ჩვენ შეხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს. მოუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს. ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების და კარგი ღონისძიებაა საქართველოსთვის.
ევროკავშირი არ არის ერთადერთი თემა ამ ვიზიტზე, რაც იქნება მსჯელობის საგანი, ვინაიდან საქართველოს პრიორიტეტია, რომ შეუერთდეს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს და ჰქონდეს საქართველოს ის უსაფრთხოების ქოლგა, რითიც სარგებლობენ ნატოს წევრი სახელმწიფოები. ირაკლი კობახიძეს ექნება შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, რასაც მოჰყვება შემდეგ უკვე ნატოს საქართველოს კომისია დაწყებულია უკვე მზადება წევრ ქვეყნებში მომავალი სამიტისთვის, რომელიც არის საიუბილეო ღონისძიება და სადაც საქართველო ელოდება წინ წასვლას და დაწინაურებას იმ გზაზე, რასაც როგორც ევროკავშირის შემთხვევაში ჰქვია მომავალი გაწევრიანება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ამიტომ როგორც ევროკავშირში, ასევე რა განცხადებები გაკეთება ჩვენს ინტეგრაციაზე ნატოში უკვე 21 თებერვალს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს 21 რიცხვში შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთანაც. მადლობა, კეთი ქარდავა იყო ბრიუსელიდან.